ხშირად გვეუბნებიან, რომ თქვენ ახლა ანალიზს აკეთებთ, პრობლემას გვეუბნებით, პრობლემა გამოსავალი გითხარით. მოდი აი თქვათ ეს გამოსავალი. ორ გამოსავალს ხედავ აქედან. პირველი ეს არის ჩვენი მოქალაქეები, ვინც არიან აქედან წასულები. შექმნა პირობები, რომ ის ხალხი ჩამოიყვანა, ძირითადად ვინ არის წასული? წასულები არიან შრომის უნარიანი ახალგაზრდები მათ შორის, ხო, ზოგი დაბადებულია უკვე. იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ ცალკე სამინისტროს თუ შეიქმნება საერთოდ მათი რეინტეგრაციისთვის, იმიტომ რომ ისინი გაუცხოებულები არიან უკვე 20 წელია იქ რო ცხოვრობს უკვე და იქ რო ინტეგრირდა. ძალიან რთული ახლა მისთვის აქ შეიძლება ერთი შოუ სამსახური, ხო? შემდგა შეუქმნა სათანადო პირობები, რომ ის ადამიანი აქ დაბრუნდეს, ეგ ერთი გამოსავალი და მეორე. სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში დიდ ქალაქებში ხალხი არ მრავლდება. ხალხი მრავლდება სოფელში და პატარა ქალაქებში. შე რო სოფელი მოკალი, სოფელობა რო გამოაცხადე ჩამორჩენილობა და ველურობა. ეგეთები რო დაამკვიდრე, კლოუნებიდან დაწყებული, თავარი პროპაგანდისტები დამთავრებული, ყველა რა ქილიკებდა და რაღაც ამ სოფლის თემას და ეკონომიკური საფუძველი რო გამოაცალე სოფელს. გლეხი რო ლარად რო ერყიდის, მერე რო შევა და თავის პროდუქტს რო 4 ლარად რო ხედავს მაღაზიაში, $2 რო არავინ არ იბარებს იმას, ხო? და რა თავარია, გასაღების ბაზარი რო არა აქვს. აი რუსეთის გზა გადაუჭერი. სხვა ქვეყნების გაგეხსნა გლეხი ის არ გიზრუნია. არაფერი გაგიკეთებს, ჩაკალი სოფელა. ხალხი სად გამრავლდება? რა გონიათ ახლა თქვენ მე-18 სართულზე ერთოთახიან ბინაში გამრავლდება 7 სულიანი ოჯახი გაჭდება იქ და ეგ გამორიცხულია.